პოლონეთის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ქართული სამხედრო ემიგრაციის მემკვიდრეობას. ეს არის არაუბრალოდ ემიგრაციის ქრონიკა, არამედ ორებს შორის გაზიარებული გმირობისა და ერთგულების ეპოსი. დღეს მოგიყვებით იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც სამშობლოდან წამოსვლის შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკის სამსახურში იბრძოდნენ. ამჟამად ვიმყოფებით მაიორ არტემ არონიშიძის საფლავთან, ქართველი ოფიცრის, რომელმაც ვარშავის დაცვისთვის პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენი ვირტუტი მილიტარი დაიმსახურა. რომ გავიგოთ, ვინ იყო გამორჩეული ფიგურა და როგორ იქცა გურული ოფიცერი პოლონეთში ეროვნულ გმირად, დავიწყოთ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ქრონოლოგიური მიმოხილვით. არტემ არონიშიძე დაიბადა სოფელ კონჯგათში, დღევანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და განათლება თბილისის იუნკერთა სკოლაში მიიღო. 1913 წლიდან ის მსახურობდა თბილისის ფეხოსანთა პოლკში, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე და გამოჩენილი მამაცობისთვის კაპიტნის ჩინის წმინდა ანა მეოთხის ხარისხის ორდენი მიიღო. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა ქართული სამხედრო კადრების მომზადებაში. ბოლშევიკების თავდასხმისას არონიშიძე ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მთავარ ბატალიონს, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს მთავრობის უსაფრთხო ევაკუაცია ბათუმიდან. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ არონიშიძე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ემიგრაციის პირველი ეტაპი მძიმე პირობებში კონსტანტინოპოლში გაატარა. 1922 წელს პოლონეთის მთავრობის მოწვევით სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად პოლონეთში გადავიდა. ლემბერტურში გაიარა საკვალიფიკაციო კურსი და სწრაფად დაეუფლა პოლონურ ენას. მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა ტორონში, 63 ქვეით პოლკში. 1934 წელს კვლავ დაამთავრა ლემბერტურის კურსები და მაიორის წოდება მიენიჭა. გერმანიის თავდასხმამდე ის მეზობელ პრუსიასთან საზღვარზე განლაგებულ პოლკს ხელმძღვანელობდა. 1939 წლის აგვისტოში ვარშავაში სასწავლებლად ჩავიდა, თუმცა ომმა მისი გეგმები შეცვალა. ომის დაწყების შემდეგ არონიშიძე ვარშავის დამცველთა რიგებს შეუერთდა. მისი ბატალიონი ქალაქს ბოლომდე იცავდა. გამოჩენილი გმირობისთვის დაჯილდოვდა პოლონეთის უმაღლესი ორდენით ვირტუტი მილიტარი. კაპიტულაციის შემდეგ ტყვედ ჩავარდა და ტყვეობა დრეზდენთან ახლოს გაატარა. 1942 წელს გათავისუფლების შემდეგ ვარშავაში დაბრუნდა. იგი შეუერთდა პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობას არმია კრაიოვას, ფსევდონიმით იან პილეცკი. იბრძოდა და მონაწილეობდა ვარშავის აჯანყებაში. 1945 წლის მარტში ის სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა. დაკითხვის მთავარი მიზანი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტის დადგენა იყო. ივლისში გამოცხადებული ამინისტიისა და მეუღლის ჩარევის შემდეგ სექტემბერში გაათავისუფლეს. არონიშიძემ უარი განაცხადა პოლონეთის სახალხო მილიციაში პოლკოვნიკის წოდებით მსახურებაზე, რადგან არ აღიარებდა ახალი კომუნისტურ რეჟიმს. მოგვიანებით მუშაობდა პანსიონატის დირექტორად შლარსკიე პორებაში. ის არის ცნობილი ქართულ-პოლონური საზოგადოების დამფუძნებლის იეჟი არონიშიძის მამა. 2020 წლის 9 მარტს ვარშავის ერთ-ერთ მოედანს არტემ არონიშიძის სახელი მიენიჭა. ეს არის მისი გაწეული ღვაწლის ოფიციალური და სათანადო აღიარება, როგორც პოლონეთისთვის, ისე საქართველოსთვის.